დღეს მეცნიერებამ პრაქტიკულად 100%-ით გახადა შესაძლებელი, რომ თუ გინდა გახდე მშობელი, გახდე დედა, ეს მოხდება აუცილებლად. თუ ხარ ქალი, რომელიც მუშაობ, ხარ კარიერაზე ორიენტირებული, ან ამ ეტაპზე არ ყავს პარტნიორი, მაინც შეგიძლია დაგეგმო შენი ორსულობა ბევრი წლით ადრე. ანუ გაყინო შენი ბიოლოგიური მასალა და გახდე დედა 10-15 წლის შემდეგ. აი ამ შენობაში ხდება ეს, როგორ ხდება, რა პირობებში ხდება, ამას ყველაფერს ახლა გაჩვენებთ. წავედით. გამარჯობა, ქალბატონიკასთან ვარ. აი მოდის ქალბატონიკა. გამარჯობა. ესე იგი თქვენ არ იცვლებით. როგორიც იყავით? 10 წლის წინ, 20 წლის წინ ისევ ისეთი ხარ. როგორ ხარ? კარგად, თავად? გზაში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი და მაინტერესა უშუალოდ კვერცხუჯრედის გაყინვაზე, არის მომართვიანობა? კი არის. რაღაცნაირად ინფორმაცია როგორც ჩანს, მაინც შევეცადეთ რომ გავგვეცელებია და კიდევ უფრო მეტმა რომ გაიგოს, კიდევ უკეთესი იქნება. აი რა ასაკის ქალები არიან ზირთად ეს, ვინც მოდიან? იცით რა, ვისურვებდით რომ იყვნენ უფრო ახალგაზრდები. აი 35 წლამდე ჯობია რომ მოვიდნენ. 35 წლის მერეც, ნუ სადღაც 38 წლამდე კიდე არ აუშავს და მე ძალიან დრამატულად ეცემა. უფრო მეტი პროცედურის ჩატარება გვიწევს, რომ მივიღოთ ჯანმრთელი ემბრიო. ხო, ესე იგი 35 წლამდე უნდა მოხდეს გაყინვა კვერცხუჯრედის, რომ ჯანსაღი ემბრიონი მივიღოთ ასე. კი, არის ალგორითმები, რომელ ასაკში რამდენი კვერცხუჯრედი უნდა გაყინოს ქალმა, რომ მივიღოთ ორსულობა. აჰა. ამაზეც ვილაპარაკოთ. ძალიან მაინტერესებს ის ადგილი, სადაც აკვირდებით მიკროსკოპით და სადაც ინახავთ ამ სადაც ის ჯადოქრობები ხდება. სადაც ინახავთ ამ მასალას, იმ დიდრეს, ასე ვთქვათ, რაღაც გენურ ფონდს, მე ესე ვიტყოდი. აგიყვანთ, ოღონდ იქ შესვლასაც თავისი პირობები აქვს. დავიცავ, ყველაფერს დავიცავ, წავიდეთ. მოვედით ლაბორატორიასთან, რა თქმა უნდა, ესე ვერ შევალთ, ხო, თავისი წესები აქვს. კი, წესები აქვს თან საკმაოდ მკაცრი. აბა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არ არის ისეთი სტერილური სიტუაცია, როგორც არის საოპერაციოში, ზოგად საოპერაციაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სხვა უფრო მეტი მოთხოვნები, რომელიც არ არის საოპერაციოსთვის. ჩვენთვის არ შეიძლება, აი მაგალითად სასტერილიზაციო სითხეები, რომელიც იქვე არის საოპერაციოსთან. ეს ჩვენთვის არის ტოქსიკური. ემბრიონებზე უბრალოდ არ შეიძლება. ჩვენ სხვანაირ სტერილიზაციას ვაკეთებ. ან რითი არ შეიძლება შესვლა? სუნამო არ შეიძლება. ლაკი დიდი ხანი არ გვსმია. მართლა? მე რომ ცოტა მისვია ხალხად არ ეხებით იმ ხო, არ შევეხები. ხო. კარგით, სანამ შევალთ, ესე იგი ხა თქვენც უნდა შეიმასოთ და მეც ხო გამომაწყობთ. უსაფრთხოდ. კი გენაცვალე. ეხა კიდევ ფიქრობდი რომ ამოვდიოდით, რომ ასაკზე რომ თქვით. დიახ. ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი ამხანაგებისგან მსვენია, რომ ჯერ მაქვს კიდევ დრო და ახალგაზრდა ვარ და ისედაც მაქვს რესურსი, რომ შვილი ვიყოლიო, ასე ვთქვათ. აი ეს დრო რაში იპარება რეალურად რო გითხრათ? ანუ 35 წელი არის ის ასაკი, სადაც ჩვენი რეპროდუქციული ფუნქციის გარდატეხა ხდება, ვიწყებთ უკავსვას. პრობლემა რა არის? ქალები უფრო გვიან მოგმართავენ იმიტომ, რომ მათ კარიერული წინსვლა აქვთ წინ წამოწეული, ხო? დიახ. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ასაკში შეიძლება არც არასოდეს უფიქრიათ, თუ მათ არ ქონიათ შეხება ან ბიოლოგიასთან, ან მედიცინასთან, ან ვინმე ოჯახის წევრი არ ყოლიათ ამ სფეროში. აი ჩემი ქალიშვილი მაგალითად ეხა 27 წლის არის და 25-ის იყო დაახლოებით, რომ გამომიცხადა, რომ იცი რა, ცოტა ხანში მე ალბათ კვერცხუჯრედებს გავყიდა. იმიტომ რომ ჩემგანაც ესმის ბიოლოგია თვითონ განათლებით იქაც უნივერსიტეტიდანაც ინფორმაცია აქვს და აქედან გამომდინარე სწორად ფიქრობს. ეში ვარ დაჭირდეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მისი მზაობა ამისთვის მე ცოტა გამიხარდა. ხო, ან კარგად ესმის შინაარსობრივად და მნიშვნელობით ეს. კი, ეს არ არის საშიში, ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ეს არის უბრალოდ დახმარება იმ ქალებისთვის, რომელსაც შეიძლება არც პარტნიორი ყავთ ჯერ დაკავებული არიან და არ გეგმავენ შვილის სკოლას, მაგრამ სიმშვიდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუნარჩუნოთ ნაყოფიერება ქალებს. წავედით. წავედით.
არის მიკროსკოპი? ვაი, რაღაცა ისეთი გარემოა. კოსმოსურ ხომალდებში რო არის. როგორ ხდება პროცესი, როგორ მიმდინარეობს? აი, იქ არის საოპერაციო, სადაც ხდება ქალის ორგანიზმის და კვერცხუჯრედების ამოღება. კი ბატონო. აი, აგერ ასე ხედავ ანამადგილს ემბრიოლოგები და იმ გადმოწოდებულ სინჯარაში ამოწმებენ არის თუ არა კვერცხუჯრედი. როდესაც იპოვიან კვერცხუჯრედს, შემდეგ ეს არის ინკუბატორი. და აქ ხდება შენახვა. ცოტა ხანში ეს გაყინვაზე რო ვისაუბროთ, უნდა მოასწრონ ამოღებიდან რაღაც გარკვეულ ვადაში, რომ იყოს გაყინული, თუ არა და აი რამდენი მაქსიმუმ 2 საათში უნდა იყოს მაქსიმუმ 2 საათში. კვერცხუჯრედები არის გარშემორტყმული უჯრედებით, რომელიც უნდა მოშორდეს და ნახოთ რა მდგომარეობაშია. არის თუ არა ვარგისი იმისთვის, რომ გავყინო. აი მე კვერცხუჯრედი რო ქალის ყველაზე დიდი უჯრედი ყოფილა არ ვიცი. და კიდე გითხრათ კვერცხუჯრედი რა არის და რა საკეთებს? რატო გვიყვარს ახალგაზრდა კვერცხუჯრედები სხვა ყველაფერთან ერთად? ხო, ამბობენ რომ ქალი მამაკაცის ნეკნიდან არის შექმნილი. ხო? ახლა უყურეთ რა ხდება. ახალგაზრდა კვერცხუჯრედს აქვს უნარი რომ მამაკაცის დნმ-ში, სპერმაში არსებული პრობლემა გაასწოროს. დიახ. აი და კიდე. თვითონაც ახალგაზრდა კვერცხუჯრედს თუ რაიმე სულმუდმივად ხო რაღაცა პროცესები ხდება უჯრედში, იქ თუ დაგროვდას ასე ვთქვათ, ნარჩენი ნივთიერებები კვერცხუჯრედს აქვს უნარი ახალგაზრდას, რომ მოიცილოს ეს მავნე ნივთიერებები ციტოპლაზმიდან და უფრო ჯამრთელ კვერცხუჯრედს შეიძლება შეხვდეს ჯამრთელი სპერმა და დაიბადება უფრო რასაც ესე იგი ის ფრაზა რო არის ხალხური გენი გააკეთილშობილაო ესე იგი ეს ქალს შეუძლია ქალს ძალუც მხოლოდ და მის კვერცხუჯრედს დაიმახსოვრეთ ეს მეგობრები კი და ეს ვანცა როგორც აღნიშნეს ჩვეულებრივი ეს კოსმოსურ ხომალდებში რო არის რაღაც ეგეთი მოწყობილობაა და რა არის ეს აი ანამ შეინახა ეხა შიგნით ემბრიონები ან კვერცხუჯრედები არ ვიცი ზუსტად ანუ ეს არის ის სადაც ბინას დაიდებს 5 დღე, 6 დღე შიგნით არიან ეს ჩვენი ემბრიონები, მაგრამ კვერცხუჯრედები არა, 2 საათი და მე უკვე ხდება მათი გადასვლა გაჩვენოთ საათი. სულ მაქვს ეგეთი კითხვა. კი ბატონო. რო აერიოთ კვერცხუჯრედები და მასალები, მე რა მოხდება? ღმერთმა დაიფაროს ყველა ემბრიოლოგი მაგ საშინელებისგან, მაგრამ იცით როგორ არ დაცული, აქ გეტყვით. ყოველთვის არის 2 ადამიანი ლაბორატორიაში. როდესაც გაიხსნება ინკუბატორი ნებისმიერი და იქ აწერია გვარები და არა მარტო გვარი, ბევრი სხვა საიდენტიფიკაციო ნიშანია, ამას შტრიხ-კოდიანი და ყველაფერი. მეორე ადამიანი უნდა დაადასტუროს, რომ ეს ნამდვილად ეს ადამიანი და ხელს აწერენ, რომ ორმა ადამიანმა დაადასტურა, რომ ეს არის ამ პაციენტი. ეხლა მოდით და გაჩვენებთ კიდევ ერთ ჯადოქრობას. აი ეს მაგალითად, აი ეს. ხო. აი ეს აპარატიც აქ. ეს არის ყველა პაციენტს აქვს თავისი ბარათი. და როდესაც პაციენტი შემოდის, ის ბარათი ამას ედება და გენერირდება შტრიხ-კოდები, რომელიც ყველა ჭურჭელს აქვს მიბმული. ესე იგი ავტომატიზირებული გაქვთ იდენტიფიკაცია. კი ბატონო. როდესაც ადამიანი იწყებს მუშაობას მიკროსკოპთან, აი ხედავთ, რომ აი ეს ჭურჭელი თუ თქვათ ამ სისტემაში ჩაწერილია გვარი და ჭურჭელი, რომელიც აქ დავდეთ, არის სხვა ადამიანის, იწყებს სიგნალიზაცია. განგაში ირთვება. ესე იგი, პრაქტიკულად გამორიცხულია შეცდომა თქვენთან. ფაქტიურად ესე არის და ეს არის იმხელა სიამოვნება და შვება ემბრიოლოგებისთვის, რამდენი ღამე მაქვს გათენებული ამაზე, რომ ნერვიულობაში და ხო. ეხლა აქ რო ჩავიხედო, რას დავინახა? შეიძლება? ხო, ძალიან ვარახტოვანებული. ბიოლოგიური მასალა აქ არ დოს, მაგრამ შეგიძლიათ მიკროსკოპში ვლოთ ჩაიხედოთ. და შტრიხ-კოდია, რომელიც შტრიხ-კოდია, ამას დაინახოთ გადიდებულს. მე ვხედავ ღმერთო, რატო? იმიტომ რომ და მიკროსკოპთანაც მიჩვევა ასაჯირო. აი ეხლა ჩანს აი ამ შტრიხ-კოდის ქვედა ნაწილის ერთი პატარა. აი ამით ხდება შტრიხ-კოდის დაწყება. მარტო ქალის ბიოლოგიური მასალის გაყინვა ხდება? არა, მამაკაცის ბიოლოგიური მასალის გაყინვაც ხდება და არის სხვადასხვა მიზეზები ასევე ქალის და მამაკაცის ბიოლოგიური მასალის გასაყიდად. ერთი არის რომ აი მაგალითად გვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებას და მამაკაცის რაღაცა მიზეზების გამო იმ დროისთვის აქ ვერ იქნება. წინასწარ ყინავთ მის სპერმას.
ან მეორე თქვა და არის სამწუხაროდ სიმცინური დაავადებები და მკურნალობა უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაში მამაკაცის მასალასაც სპერმასაც ყინავთ და ქალის ასევე ქალსაც რა თქმა უნდა, როდესაც რაიმე მკურნალობა ესაჭიროება მის მასალასაც წინასწარ ყინავთ. როგორი მნიშვნელოვანია, თან როგორი სამწუხაროა, რომ ეს ონკოლოგიაც როგორი მომატებულია და ამიტომ რაღაცა მინიმუმ ეგ შიში რო თქვათ, აი ამ მკურნალობის გამო შვილის ყოლა გადაგივადდება და რაღაცა ხარისხი დაიკლებს შენი ბიოლოგიური მასალის, ეგეც დაძლევადია. კი და ძალიან კაია, რომ ადრე უფრო მეტი წინააღმდეგობა გვხდებოდა თვითონ ონკოლოგების მხრიდანაც, რა დროს ეს არის, ეს როგორ შევთავაზო. როდესაც ადამიანი ახლა ასეთი მძიმე დაავადების მკურნალობის წინაშე დგას, ხშირ შემთხვევაში უჭირთ აღქმა კიდევაც და ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროებათ, რომ მათ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს არის ის ადგილი, სადაც ინახება გაყინული კვერცხუჯრედები, ემბრიონები, სპერმა. აი ამ ჭურჭელშია ეს ეს არ არის მხოლოდ აქ, კიდე სხვა ადგილებშიც გვაქვს შენახული, ასე რომ ამას თვალისჩინებით უფრთხილდებით, აქ არის განგაშის სისტემა, თუ რამე ხდება, უნდა ვიცოდეთ, ყოველ დღე თანამშრომლები ამოწმებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და რაოდენობა თხევადი აზოტის, რომელიც -196 გრადუსზე ინახავს ბიოლოგიურ მასალას. აი ეს არის ძალიან თხელი ფირფიტარი აქ, სადაც იდება ემბრიონები და კვერცხუჯრედები. რა თქმა უნდა, ამას აქვს შტრიხ-კოდები, რითიც აღნიშნულია, რომ ეს არის კონკრეტული აი ამაში დევს? აი აქ დევს, აი ამაში. ოღონდ ეს ძალიან წვრილი არის, კიდე შიგნით რაც დევს ის. აქ არის მომავალი სიცოცხლე, ხალხნო გჯერათ? ეხლა მე უბრალოდ სადემონსტრაციოდ გიჩვენებ, ეს ინახება აი ესეთ ამას ქვია გოგლეტი. აი აქ არის წარწერა თუ რა არის და ვინ არის, რამოდენიმე ადგილას ხდება ამის დანომრა, რომ არაფერი არ მოხდა. შემდეგ უკვე აი ესა, აი ნახეთ. აი ამაში ესე იდება. აქ არის -196 გრადუსი. აი ესე. აი ასე. ასე თავსდება საბოლოოდ შემდეგ ეს ამბავი. დიახ. აუ ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვახედეთ. კი. და გვანახეთ. ყველას არ ვაძლევთ ამის ნება, ისე იცოდეთ. ვიცი. გვანცა მინდა გაგაცნა ნატო შამოგია, მე ან გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი, რომელიც არის რეპროარტის მთავარი ექიმი და ძალიან დიდი იმედია ჩემთვის ნატოს ჩემს გვერდში ყოფნა და იმედია ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებთ და შევთავაზებთ ქართულ პაციენტებს. და იმედია ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრებთ, ახლა ჩვენ დავსხდებით და ჩვენს მაყურებელს მოვუყვებით დეტალურად. ქალბატონო ნატო, მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ იმ ძირითად მიზეზებზე, რა დროსაც ხდება ბიოლოგიური მასალის ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედის გაყინვა. არსებობს დღესდღეობით ორი მთავარი მიზეზი, ეს არის სოციალური, არასამედიცინო მიზეზები და მეორე არის სამედიცინო მიზეზები. აი მაგალითად სოციალური ეს მიზეზებია, რაღაც ცხოვრებისეული მიზეზები, როცა პაციენტი იმ მომენტში არ არის მზად დედობისთვის, ანუ მშობლობისთვის. მაგალითად არ ყავს პარტნიორი, ხო? მაგალითად არ ყავს პარტნიორი. მაგალითად არის თავის კარიერულ რაღაც პიკია ამ მომენტში და არ არის მზად იმისთვის, რომ დაგეგმოს თავისი რეპროდუქციული გეგმების რეალიზაცია გააკეთოს. დიდი ნაბიჯი გადადგას, რაც არის დედობა. არა და ეს კარიერული პიკი ხდება ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენთვის აი კრიტიკული ზღვარი არის. ეს კრიტიკული ზღვარი არის ჩვენთვის 30-35 წელი ქალისთვის. ზუსტად მაშინ არის კარიერული წინსვლაც პროფესიული ქალის ცხოვრებაში, როცა ის არის რეპროდუქციულად ყველაზე აქტიური და როცა უნდა ასე ვთქვათ, უნდა გააჩინოს შვილს. ემთხვევა ეს ასაკობრივად ერთმანეთს ძალიან ხშირად. ემთხვევა ეს ასაკობრივად და ეხლა ჩვენ დასაბედნიეროთ მეტი მომართვიანობა გვაქვს პაციენტების, იმიტომ რომ პაციენტს უფრო ხშირად ესმის და უფრო მეტი ცდომა აქვს ამ ინფორმაციისთვის და იგივე საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ესეთი წარმატებული ახალგაზრდა მოდის ჩვენთან იმისთვის, რომ დაგეგმოს თავისი რეპროდუქციული მომავალი. და დღეს, ასე ვთქვათ, გათვალოს
რომ მაგალითად 10 წელიწადში მას შეეძლება რომ უფრო ჯანმრთელი შვილი ყავდეს, ხო? ვიდრე თქვათ რაღაც ბუნებრივ გზით შეეცდებოდა ამას, ხო? და ფაქტიურად ესე ვიტყოდი, ესეთ პარალელს გავაკეთებდი, ეს არის ფაქტიურად ქალს შეუძლია გააჩეროს თავისი ბიოლოგიური საათი. ანუ ეს არის რაღაც თავისებური დაზღვევა თავისი მომავლის იმისთვის, რომ შეინახოს ახალგაზრდა ჯანმრთელი, კარგი ხარისხის კვერცხუჯრედი. და როცა პაციენტი ესე გეგმავს თავის მომავალს, მისი ასაკს ემატება და კვერცხუჯრედს თავის ბიოლოგიურ მასალას, თავის გენეტიკურ მასალას ასაკი არ ემატება. და რჩება ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ახალგაზრდა და ჯანმრთელი. და მეორე მიზეზი არის ამასაც ძალიან ხშირად მომართვიანობა გვაქვს ესეთი პაციენტების, ანუ ეს არის სამედიცინო მიზეზები. ხშირად ამ სამედიცინო მიზეზებს დავასახელებდი პირველ რიგში, ეს არის ის მდგომარეობა პაციენტის, როცა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მომავალი დაგეგმილი რაღაც მკურნალობა გამოიწვევს ქალის ფერტილობის დაქვეითებას. სამწუხაროდ ძალიან გაახალგაზრდავებულია მათ შორის და უმეტესად ქალებში ონკოლოგიური პათოლოგიები და ალბათ ვინც იწყებს და ვინც უნდა დაიწყოს ონკოლოგიური მკურნალობა, ეს პაციენტები სწორედ არიან თქვენი პაციენტები, ხო? დიახ, აქ ვიტყოდი, არა მარტო ონკოლოგია, რევმატოლოგიური დაავადებებიც, იქ სადაც ტოქსიური მკურნალობა შეიძლება დაუნიშნონ პაციენტს, მაგრამ ძირითადად ეს არის ონკოლოგიური პაციენტები, ვისთანაც გეგმავენ ქიმიოთერაპიას ან სქიურ თერაპიას და ქიმიო და სქიური თერაპია ტოქსიურად მოქმედებს საკვერცხის ფუნქციაზე. ან პრაქტიკულად აქვეითებს, ხო? ფაქტიურად აქვეითებს. და ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ონკოლოგიურ პაციენტებზე, მაგრამ იცით იგივეს ვიტყოდი რევმატოლოგიურ დაავადებებზე, იქ სადაც საკმაოდ ტოქსიური პრეპარატები ინიშნება. რომელია ეს დაავადებები? რევმატოური აუტოიმუნური დაავადებები, ძალიან ხშირად ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ამაზეც გავაკეთებდი აქცენტს. და ეს ამ პაციენტებსაც აქვთ შანსი, რომ შეინახონ. დიახ, და რატო ვამბობთ უფრო ხშირად ონკოლოგიურ პაციენტებზე? იმიტომ ვამბობთ ამ ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომ ეს ქიმიოთერაპია და სქიური თერაპია ფაქტიურად 80% შემთხვევაში იწვევს სრულ კასტრაციას პაციენტის. და იცით 5-10 წლის წინ იცით ერთ-ერთი უკუჩვენება იყო IVF ტექნოლოგიების ნებისმიერი ონკოლოგიური პროცესი. მაგრამ ამ ბოლო წლების, ბოლო 10 წელი ალბათ აშკარად ვამბობთ მაგაზე, რომ ონკოლოგიურ პაციენტს აქვს მაგის უფლება, რომ ჩაიტაროს IVF პროცედურები, ანუ გაყინვას გულისხმობთ, ხო? დიახ. ვინაიდან ძალიან გაახალგაზრდა ეს დიაგნოზი კიბო ახალგაზრდებში 19-20 წლის ახალგაზრდა პაციენტები მოდიან ჩვენთან განსაკუთრებით გემატოლოგიური, ჰემატოლოგიური სისხლის დაავადებებით და იცით პირველი მეორე სტადია ძალიან ბევრი კიბოს სახის არის მკურნალი და ის პაციენტები, ვისაც აქვს მომავალი, კარგი ცხოვრების, ეს უვეუბნებით ონკოლოგებს, ონკოლოგები ინარჩუნებენ ცხოვრების სიცოცხლეს, ჩვენ სიცოცხლის ხარისხს. და ეს პაციენტები აუცილებლად უნდა იყონ ინფორმირებული მაგაზე, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი მომავლის დაგეგმა. პაციენტმა შეიძლება არც კი იცოდეს, მაგრამ ძალიან ხშირად ამას აქვს მემკვიდრეობით მიზეზი, თუ როგორ თქვა.
მემკვიდრეობითი ხასიათი. ხო, ძალიან ხშირად ამას აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი. აი თუ პაციენტმა იცის, რომ დედას, ბებიას, დეიდას, დას ქონდა ნაადრევი საკვერცხების განლევა, ნაადრევი ეს ნიშნავს 40 წლის ასაკამდე, მაშინ აი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს პაციენტი თავის რეპროდუქციულ გეგმების განხორციელების დროს. როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ განლევა, ანუ რა სიმპტომატიკით ვლინდება? შეიძლება სიმპტომატიკა ჯერ არ ქონდეს, მაგრამ თუნდაც 25 წლის ასაკის, ან შეიძლება დედა მიფიქროს მაგაზე ბებია. პაციენტი თუ არის ინფორმირებული, უკვე 25 წლის ასაკის პაციენტთან უნდა იყოს ჩატარებული ეს კვლევები და ამიტომ არის აუცილებელი რაღაც აი ამ პაციენტებისთვის, ვისაც დატვირთული ანამნეზი აქვს და გენეტიკა აქვს, ანუ თუ ბებიას, დედას, დას, დეიდას 40 წლის ასაკამდე შეუწყდა მენსტრუალური ფუნქცია და ნაადრევი მენოპაუზა თუ ქონდა პაციენტს, აი ამ შემთხვევაში აუცილებლად დედამ თავის შვილს უნდა ჩაუტაროს ის აუცილებელი კვლევები, რაც უნდა გაკეთდეს. ეს უკვე 25 წლის ასაკიდან და 30 წლის ასაკის ქალი თუ არ აპირებს ჯერ დედობას, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ის ჩეკაპი და უნდა მივიდეს ჩვეულებრივ გინეკოლოგთან და სულ 2 კვლევა უნდა ჩაიტაროს. პირველი ეს არის ეხოსკოპია და ეხოსკოპიურად უნდა ნახონ საკვერცხების მდგომარეობა, ანუ ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა და მეორე არის ერთი გორმონალური ანალიზი, რომელსაც ქვია ანტიმიულეროვი ჰორმონი. აი ეს 2 კვლევა საკმარისია, ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყნებში ეს შედის აუცილებლობაში, განსაკუთრებით ამერიკაში არის ამის დიდი პრობლემა, როცა აი მემკვიდრეობით და შეიძლება რაღაც გენეტიკური ფაქტორებით გამოწვეული ეს ფაქტორი. აი ამ პაციენტებშიც აუცილებელია დროული კვერცხიჭრედების გაყრინვა დროულად. აქამდე საკმაოდ ბევრი იყო ინფორმაცია ზოგადად რეპროდუქციული პროცედურების შესახებ, ინვიტრო განაყოფიერებაზე და ასე და ასე შემდეგ. აი ამ სახით რაღაცა მომავალზე ზრუნვა მაინც სიახლეა, ხო? და შეიძლება ჩვენს მაყურებელს სწორედ ეგ დეტალები აინტერესებს, რომ აი რამდენად გარანტირებულია მაგალითად, აი როდესაც ვარდება ეს ბიოლოგიური მასალა და აი როგორ ხდება თვითონ ეს პროცესი, რამდენად გარანტირებულია ჯანმრთელობის თვალსაზრისით ემბრიონი, როგორი იქნება. ალბათ ეს ყველა დეტალი აინტერესებთ ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, პაციენტს აინტერესებს და ყველაზე ხშირი კითხვებია პაციენტის თქვენ რაც ჩამოთვალეთ. იცით, სანამ პაციენტი დაიწყებს ინვიტრო ტექნოლოგიების ჩატარებისთვის მომზადებას, აუცილებლად ვატარებთ კვლევებს. ანუ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ უკუჩვენება პაციენტს არ აქვს ამ ტექნოლოგიების ჩატარებისთვის. ყველა ამ კვლევას ატარებს ფაქტიურად განსაკუთრებით როცა ონკოლოგიური პაციენტი მოგმართავს, ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ დროის ფაქტორში. ჩვენი კლინიკის ფარგლებში ჩვენ ფაქტიურად 1-2 დღეში მაქსიმუმ ყველა კვლევას უტარებთ, რაც არის ჩვენი სტანდარტით მიღებული და იმ დღესვე ფაქტიურად ვიწყებთ სტიმულაციას. ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ამ ჩვენი პროცედურის. გრძელდება ეს 8-12 დღე, არა მეტი. ამ 8-12 დღის განმავლობაში პაციენტი მოგმართავს 3-ჯერ 4-ჯერ. მერე ინტრავენული სედაციით ვაკეთებ სულ 10-15% დაიძინებს პაციენტი. დიახ, პროცედურას და მეორე დღეს ფაქტიურად ჩვეულებრივ ცხოვრების წესებს ეწევა, როგორც ყოველთვის. მე როგორც ხვდები, ადრე უფრო მეტი სტიგმა იყო ამ პროცედურებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ რეპროდუქციულ პროცედურებზე უკვე დიდი ხანია მომართვიანობა მომატებულია, გულისხმობ ინვიტრო განაყოფიერებას და უნაყოფობის მკურნალობას, მაგრამ აი ბიოლოგიური მასალის შენახვა მაინც მეტნაკლებად ახალი რამეა და ალბათ ისევ არის ხო რაღაცა სტიგმები, რაც ებრძვის ამ პროცესს.
დღესდღეობით ნაკლები სტიგმა არის ამის ირგვლივ. აქამდე ალბათ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, მაინც არ ამბობდნენ მაგას, რომ რეპროდუქტოლოგთან მიდიან და მით უმეტეს IVF ტექნოლოგიებს იტარებენ. დღესდღეობით იმდენად ჩვეულებრივი გახდა ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ პაციენტს მეტი წდომა აქვს და ნაკლებად ეშინია. მაგრამ მეტ-ნაკლებად ალბათ სტიგმა ის არის, რომ აქვთ ფობიები მაგის, რომ ამ ჩვენმა სტიმულაციამ გორმონებმა რამე დამატებითი დაავადება არ გამოიწვიოს, ხშირად ეშინიათ. ეს მითია თუ რეალობა? ეს არის მითი, რა თქმა უნდა და ალბათ ეხლა დღესდღეობით უფრო თამამად საუბრობთ ამაზე და ნაკლებად ეშინიათ პაციენტებს, იმიტომ რომ 78 წლიდან არსებობს ეს მეთოდი და აი ამ ეს წლები სულ მიმდინარეობს კვლევები, დახვეწა ტექნოლოგიების და ეს კვლევები გვაძლევს მაგის უფლებას, რომ თამამად ვისაუბროთ მაგაზე, რომ ამას არ არის ფაქტიურად არანაირი საშიშროება, არც პაციენტის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არც მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. შეიძლება სრულიად ჯანმრთელი იყოს ქალი პაციენტი, ყავდეს პარტნიორი, ქმარი, არაერთი შვილი და კიდე გეგმავდეს მეორე და მესამე შვილს. აი ზუსტად აი ამ პაციენტებისთვის, ვისაც უნდათ, მაგრამ ჯერ დრო არ აქვთ, ან სხვანაირად ძალიან ხშირად ამას ჩვენ იცით აი ემიგრანტები ვინ სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ ჩამოდიან და ისინი წინავენ ფაქტიურად ეს არის სოციალური მიზეზით. ხო, რომ ჯერ რაღაცა ელემენტარული პირობა შეუქმნან თავის ოჯახს და ძალიან კარგია რომ ამაზე ფიქრობენ სხვათა შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემიგრანტები ათეულობით წელი არიან მოშორებული თავის ოჯახებს, თავის ქვეყანას და რაღაცა ძალიან გულდასაწყვეტია რომ არ ყავდეთ შვილები. დიახ. და იცით აქ ალბათ მთავარი იქნება ვისაუბროთ მაგაზე თუ აი სად არის ის ოქროს ზღვარი დროის, როდის უნდა გაყინოს აი ასაკის ფაქტორი, იმიტომ რომ ეხლა 43-45 წლის ქალი ჩემთან რომ მოდის და რომ მეუბნება გამიყინეთ კვერცხუჯრედი, მზად ვარ ყველაფრისთვის, ჯანმრთელი ვარ, ნორმალური ჰორმონალური რეზერვი მაქვს. აი ვერ თავაზობ ესეთ პაციენტს ვერაფერს, იმიტომ რომ ეს არის ასაკის ფაქტორი, რომელზეც არის დამოკიდებული ხარისხიც და რაოდენობაც და ფაქტიურად 40+-დან ესეთ მიდგომას შანსები ძალიან მცირეა. ამიტომ რა თქმა უნდა ის ყველაზე კარგი ასაკი აი ამ გაყინვისთვის არის 30-35 წლის ასაკამდე, იმიტომ რომ ქალის ბიოლოგიური ასაკი იწყება 35+-დან. უკვე 30 წლის რო გახდება ქალი, უნდა იფიქროს მაგაზე, რომ ეს რესურსი გამოიყენოს რაც დარჩა. ხო? აი ეს არის მთავარი მესიჯი აი ჩვენი შეხვედრის, რომ პაციენტმა იცოდეს, როდის მიმართოს ექიმს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა გვანსა.